მადლობ მოწვევისთვის. პირველ რიგში სანამ თქვენ შეკითხვას უპასუხებ, მინდა რომ კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მიმართ და ჩვენ რეალურად დღეს მის გათავისუფლებას უნდა მოვითხოვდეთ დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულოდ დამწყვდეული ციხეში, მაგრამ ამ წუთას ხო ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი გადაყვანა სამკურნალოდ და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო მას სანამ სხვა თემებზე გადავალ. რაც შეეხება იმას თუ რისი მაგალითი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ორი რამ შეიძლება დაიწეროს მომავალში ისტორიაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთი შეიძლება დაიწეროს, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ხალვატი, რომელიც განხორციელდა ივანიშვილის მიერ, მაკა ბოჭორიშვილის, კობახიძის და მსგავსი პერსონაჟების გამოყენებით და ჩვენ ისტორიული შანსი წაგვართვეს ევროკავშირში გაწევრიანების ამ სახელმწიფო ხალვატის პოლიტიკის შედეგად, ან მეორე შეიძლება დაიწეროს, რომ უბრალოდ ყველაზე ბრიყვი ასე ვთქვათ, ხელისუფლება ყავდა საქართველოს, როდესაც ისტორიულად მისი მომავლის ბედი წყდებოდა და ამ სიბრიყვემ საქართველოს წაართვა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ერთადერთი, როგორც შეფასდება ისტორიაში დღევანდელობა ჩვენი ქვეყნის, იმიტომ რომ მულტივექტორული პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ რაც ყავს მეგობრები, იმათაც ინარჩუნებ და კიდე სხვებსაც ამატებს ზემოდან და დივერსიფიკაციას ახდენ შენი ურთიერთობების იმგვარად, რომ ყველა პარტნიორისგან წამოიღო ის, რაც ამ პარტნიორს შეუძლია, რომ შენ შემოგთავაზოს მაქსიმუმი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს დაკარგა მისი ტრადიციული ასე ვთქვათ, სტრატეგიული მოკავშირეები, როგორც იყო მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, დაკარგა ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, არ მიუღია არაფერი შედეგად, იმიტომ რომ სად დადო შედეგი ამ პოლიტიკამ ანექსიის პროცესით, რომელიც დაჩქარებული ტემპით მიდის და ჩვენ საბოლოოდ გვართმევენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, თუ იმით, რომ საქართველოში განახევრებულია საგარეო ინვესტიციები და რეალურად არანაირი ასე ვთქვათ, სტაბილური ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანას არ აქვს, თუ იმით, რომ ეგრეთ წოდებულ დაკავშირებადობის პროექტებიდან საქართველო არის აბსოლუტურად ამოვარდნილი, იმიტომ რომ ანაკლიის პორტი რჩება ისევ რაღაც ტყუილ დაპირებად და მოკლა ეს პროექტი ივანიშვილმა საკუთარი ხელით და სადაც არის საქართველო, ამას აჩვენებს ის რეალობა, რომელშიც დღეს აი ქალბატონ სალომე, თქვენ ეკონომიკაზე საუბრობდით და ხშირად ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ იმის შესახებ, რომ აი რით ვართ უკრაინაზე და მოლდოვაზე ნაკლები, ისინი ამბობენ, რომ პირიქით რეიტინგებშიც ბევრად უსწრებენ არა მარტო უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატოს წევრ ქვეყნებს და ასე შემდეგ. ქართული ოცნება ნაკლები არის ნამდვილად ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით იმით, რომ ეს არის ღიად ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ართმევს იმ კონსტიტუციურ უფლებებს, რომელიც არის დაცული როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე ევროპული კონვენციით. და სწორედ ამით არის ნაკლები პირველ რიგში, იმიტომ რომ კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც ადგენს, რომ ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, სანამ საუბარი შეიძლება იყოს მის გაწევრიანებაზე, აი ამ მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმებით საქართველოს გასულ 2 წელიწადში იმხელა უკუსვლა განიცადა, რასაც შეიძლება სხვა ქვეყანაში, არ ვიცი, მაგალითად რუსეთში პუტინი თითქმის 20 წელიწადია აშენებს იმ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა 2 წელიწადში ჩამოაყალიბა საქართველოში. და ამიტომ არსებული პოლიტიკური რეჟიმით, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, რეჟიმი, რომელიც არღვევს ყველა ევროპული კონვენციით აღებულ უფლებებს და ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის და ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებებს, რომ დაიცვას ეს უფლებები, ცხადია, რომ ჩვენ დღეს არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს იმაზე, რომ სხვანაირად უნდა გვექცეოდეს ვინმე და რაც შეეხება დაკავშირებადობას, ძალიან ნათელია ასევე ევროპის პოზიცია,
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩადის აგერ ზეგ აზერბაიჯანში, ჩადის სომხეთში, სწორედ იმიტომ რომ ამ რეგიონის მიმართ ევროკავშირს აქვს მათ შორის პრაგმატული ინტერესები, უბრალოდ საქართველოს ადგილი ამ პრაგმატულ ინტერესებში აღარ არის. აი სომხეთი და აზერბაიჯანი ახსენეთ და მაკა ბოჭორიშვილის რიტორიკის განვრცობასა და შალვა პაპუაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა. მან სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები აწარმოოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აკეთებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და ამას აკეთებს საქართველო. ეს შედარება რამდენად სწორი და ადეკვატურია? ეს შედარება არ არის ადეკვატური და სწორი მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილს, მის პატრონს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეფიქრა თავის დროზე, თუ აზერბაიჯანის, ასე ვთქვათ, გზით უნდოდა სიარული, მაშინ არ იყო საჭირო განაცხადის შეტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ქართული ოცნება როგორც ჩანს ემზადება, რომ ეს განაცხადი უკან გამოიწვიოს. მე ამას დიდი ხანია ვამბობ, იმიტომ რომ მათ ჯერ ერთი არც უნდათ ამ განაცხადის შეტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვახსოვს ყველას რომ კი დაძალებით მოაწერინეს ხელი თავის დროზე. ზეწოლის შედეგად მოხდა ეს. ოღონდ მე მიხვდნენ რომ შეუძლებელია ქვეყანაში ერთ პარტიული ავტოკრატიული მმართველობა დაამყარო, არ ვიცი, გააუქმო ოპოზიციური პარტიები, დაერიო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მე სოლიდარობას ვუცხადებ ასევე თქვენს კოლეგას, რომელიც დღეს პროკურატურაში დაიბარეს და არ შეიძლება ზოგადად რომ შექმნა ერთპარტიული ავტოკრატიული სისტემა და ამის პარალელურად ევროკავშირში გაწევრიანებაზე რაიმე საუბარი და რაიმე სურვილი. ასე პირდაპირ ქალბატონ სალომე ისინი არ ამბობენ რომ აი ევროკავშირი არ გვიდა, ისინი ამბობენ რომ აი ასეთ მოცემულობაში არ ღირს, რადგან ისინი ევროკავშირის ბიუროკრატია ჩვენ გვესაუბრება ისეთ ტონალობაში რომ ეს არ არის მეგობრული საქციელი, ეს არ არის მეგობრული ტონი და რომ ისინი დირექტივებს ასე არ შეასრულებენ. აი ეს რაღაცნაირად მათ აქვთ პრეტენზია ბიუროკრატიასთან, ასე ცალსახად ისინი არ ამბობენ რომ აი არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება. გამოიტანო დრო არის რომ ქართულმა ოცნებამ გამოიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამისი დრო ნამდვილად არის, იმიტომ რომ აღარ არის საჭირო ხალხის მოტყუება. მე ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ კანდიდატის სტატუსს მოგცემდნენ თუ არ მოგცემდნენ, ივანიშვილი თუ დარჩებოდა ამ ქვეყნის მართვის სადავეებში, ჩვენ ვერანაირ ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებოდით და ეხლა რომ სიცხადე შეიტანონ უკვე ყველას, ასე ვთქვათ, ცნობიერებაში, მე მათ ვურჩევ, რომ გამოვიდენ განაცხადი უკან, არ ვიცი, შეიძლება რუსეთის კვალდაკვალ განაცხადიც გააკეთონ უკვე ევროსაბჭოდან გამოსვლაზეც, იმიტომ რომ ევროსაბჭოს და ევროსასამართლოს განცხადებები ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის უახლოეს მომავალში ამ რეჟიმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ გადაწყვეტილებას ვნახავთ ჩვენ, რომელიც კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, ნათელს გახდის ყველასთვის რა რეჟიმი არის ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს რას ნიშნავს მათთვის, იმიტომ რომ მე არ ვიცი ქალბატონ ბოჭორიშვილის რაიმე გეოპოლიტიკური ანალიზი მეცხოვრებაში არ მომისმენია, რაიმე რომ ასე ვთქვათ, აზრი ეკითხებოდეს და ამიტომ მე არ ვიცი ის რას გულისხმობს თავისი ძალიან ვიწრო ხედვით რა ცვლილებები მიდის მსოფლიოში და ჩვენს გარშემო, მაგრამ ის ცვლილება, რომელიც ნამდვილად მიდის ჩვენს გარშემო და რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ევროკავშირი ხდება უკიდურესად მნიშვნელოვანი მოთამაშე, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. და დღეს, როდესაც დიახ შესაძლოა უახლოს მომავალში ახალი ფაქტიურად გამყოფი ხაზები იყოს თავისუფალ სამყაროს რუსეთს შორის და ეს ხაზი გაივლის მათ შორის ევროკავშირში წევრობაზე, აი საქართველოს ტოვებს დღევანდელი მისი ხელისუფლება აბსოლუტურად დაუცველს ევროპული სივრცის მიღმა სიღარიბეში, სიღატაკეში და უპერსპექტივობაში, რომელიც ელოდება მათ შორის რუსეთს უახლოეს მომავალში და ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთში რა ხდება და ამ ხელისუფლებამ, რომელიც რაღაცა ბოდვებზე საუბრობს, რაღაც კონფერენციებზე, მრავალვექტორულ
ასე ვთქვათ, პოლიტიკაზე რეალურად განახორციელა ერთადერთ ვექტორიანი საგარეო პოლიტიკა გასული წლების მანძილზე და ეს იყო საქართველოს სრული მიბმა მათ შორის რუსეთზე ეკონომიკურად და ამის შედეგებით ძალიან მალე დადგება სამწუხაროდ ჩვენთვის. და ამ ყველაფრის ფონზე ქალბატონ სალომე ჩვენ ვხედავთ დაჩქარებული წესით როგორ განიხილება ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ რომელთა ლიდერებიც არიან ბრალდებულები მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გულისხმობ აი ამ მიმართულებით თქვენი აზრით ჩვენ ვხედავთ რა ტიპის ზეწოლაში არიან ქართული ოცნების ლიდერები ეს იქნება სანქციები კრიტიკული რეზოლუციები ანგარიშები თუ ასე შემდეგ თუმცა ის მაინც გადაწყვეტილებებს არ ცვლის უკან არ იხევს რეპრესიული კანონები უკან არ მიაქვს დიდი ალბათობით გამომტყუნებელი განაჩენი დადგება საბოტაჟის საქმეზეც თქვენი მოლოდინი როგორია და რეაქციების თვალსაზრისით რომ ვილაპარაკოთ რა ტიპის რეაგირებას ელოდები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ ვხედავთ რომ რამდენიც ტყუილიც არ უნდა ილაპარაკონ ივანიშვილის წარმომადგენლებმა როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე ევროკავშირმა მათ მისცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცეს შესაძლებლობა რომ მოხდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ხელისუფლების მხრიდან რომელიც შესაძლებელს გახდის იმას რომ დაიწყოს საქართველოს გამოსვლა იმ საერთაშორისო იზოლაციიდან რომელშიც მოაქცია ჩვენი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ წყალგამყოფი ხაზი ეს არის სწორედ პოლიტიკური პატიმრების თემა. არსებული პოლიტიკური პატიმრების და პოლიტპატიმრების რაოდენობის გაზრდა, იმიტომ რომ მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ნათელი განცხადებები ამასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს დამატებით პოლიტიკოსების დაპატიმრება, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა თუ სხვა და სხვა. ამიტომ ივანიშვილის არჩევანია, მე არ ვიცი ის რას გააკეთებს, ვერ გეტყვით, თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ არანაირი შანსი არ დაუდოვოს დასავლეთს გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, გაიზარდოს რეალურად წნეხი მის ხელისუფლებაზე, უკვე ძალიან მტკივნეულად, მე ვიტყოდი, მას უვიზო მიმოსვლას გულისხმობთ მათ შორის? უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, მე რა თქმა უნდა არ მგონია, რომ დამატებითი პოლიტპატიმრების გაჩენა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, გაადვილებს იმას ჩვენთვის, რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას, ცხადია, რომ დამატებითი პოლიტპატიმრების გაჩენა საქართველოში კიდევ უფრო აქტუალურს გახდის ევროკავშირის დღის წესრიგში რეჟიმის სანქცირების თემას და მე მიმაჩნია პირადად, რომ სწორედ რეჟიმის სანქცირება უნდა მოხდეს და ქართულმა ხალხმა არ უნდა გადაიხადოს ფასი იმისთვის, რომ მართავს რუსული ავტოკრატიული რეჟიმი, მაგრამ რეალობა არის ის, რომ დიახ, სამწუხაროდ ქართულ ხალხს უწევს სწორედ ამ ფასის გადახდა, ამ ფასს ვიხდით ჩვენ, როდესაც ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიღარიბე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი სტატისტიკით ჩვენ ასე იგი გვეუბნებიან, რომ თურმე ქვეყანას არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა აქვს, ამ ფასს მიხდით ჩვენ, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვა ხდება უკვე ასე ვთქვათ, ანექსიის გზით ძალიან დაჩქარებულ ტემპში, ამ ფასს ვიხდით ჩვენ, როდესაც ისევ სტატისტიკას აყალბებენ და გვატყუებენ, რომ თითქოს საქართველოსდან წასული ჩვენი თანამოქალაქეები ბრუნდებიან და ამ დროს აბსოლუტური კატასტროფა გვაქვს ეროვნული და ამ ფასის გადახდა შეიძლება მოგვიწიოს დიახ იმითაც რომ ამ ხელისუფლების მიერ გადარებულმა პოლიტიკამ შეუძლებელი განხადოს ევროკავშირისთვის შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი ჩვენს ქვეყანასთან. რეალობა არის ისეთი, რომ ფასს ყოველთვის იხდის მოქალაქე იმ რეჟიმის, ასე ვთქვათ, შეცდომებისთვის და დანაშაულისთვის, რომელიც მართავს ქვეყანას დღეს და ჩვენ დღეს ყველა ამ ფასს ვიხდით და ამიტომ არის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ამიტომ არის, რომ ეს უნდა იყოს დღეს ერთადერთი ამოცანა, რომელიც ამოძრავებს ყველას, ვისაც რაღაცა მაღალი რაღაცა ღირებულებები და თავისუფლება მხოლოდ და დემოკრატიისთვის ბრძოლა კი არა, აწუხებს, უბრალოდ აწუხებს, რომ მისმა შვილმა იცხოვროს დაცულ ქვეყანაში და კონდეს ნორმალური ცხოვრების, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს სოფლიოს რო გადახედო, ძალიან პატარა ნაწილი არის ქვეყნების, რომლებიც ცხოვრობს მშვიდობაში, დემოკრატიაში და კეთილდღეობაში და საქართველოს აქვს შანსი, რომ ამ სივრცეში მოხვდეს და ამ შანსს დღეს ჩვენ გვართავს ივანიშვილი. ამიტომ უნდა შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება.